4-5 ადამიანი კინოში მოღვაწე, მათ შორის ლუი მაიერი, მეტრო გოლდვინ მაიერის დამაარსებელი, დასწრენ და იფიქრეს, რომ რამე კლუბი შევქმნათო ესე კინოში ნიკების და წელიწადში ერთხელ აი ჩაპლინი და ესეთი გამორჩეული ადამიანები დავაჯილდოოთ რაღაცითო რა და მე შექმნეს ეს ჯილდოც. მე ამ ჯილდოს სახელიც მოუფიქრეს და არქვეს ოსკარი. მე იფიქრეს რომ რაღა მარტო გამორჩეულ და ღვაწლმოსილ ადამიანებს იმ წელს რომ რაღაცა გააკეთა მსახიობმა, რეჟისორმა, მხატვარმა რაღაც შექმნა მნიშვნელოვანი, მოდი იმათ წახალისება ერთგვარი და ეს აიტაცა მთელმა მსოფლიომ. არის გერმანიაში, არის ესპანეთში, არის იტალიაში, საფრანგეთში, ყველგან არის. არა გვაქვს მხოლოდ ჩვენ. ესე იგი ერთი წრეთი თაფლისგან მერე შეიქმნა ეს ყველაფერი და გადიდდა უკვე და კინოაკადემია, საბედნიეროდ კინოაკადემია უკვე გვაქვს. უბრალოდ ამ კინოაკადემიას უნდა ჰქონდეს ის ფუნქცია, რაც აქვს ყველა ქვეყანაში. იტალიის კინოაკადემია აჯილდოებს დონატელოს დავითით. ბრიტანეთის კინოაკადემია ბაფტათი აჯილდოებს და ასე შემდეგ. აი ჩვენც რო გქონდეს ჩვენი კინო ჯილდო, სადაც მსახიობს წლის საუკეთესო მსახიობს დავასახელებთ, ეპიზოდური როლის შემსრულებელ მსახიობს, რეჟისორს და ასე შემდეგ. კინოაკადემია გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული, ვინც ესე ცოტა უფრო თანამედროვე ხედვით ფიქრობს, მოღვაწეობს და აზროვნებს, შევქმნათ გარკვეული საზოგადოება, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ ყველაფერს და აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი ხმის მიცემა ამ შემთხვევაში რა. ძალიან საინტერესო. დღეს მე რას შეხებული ვარ კინო სფეროში, საერთოდ არ არის რა, თუ რაიმე კონკურსია ან რაღაცა, ძალიან ხშირად არის ნეპოტიზმი, სახელმწიფოს ჩარევა, რო პირდაპირ ყველა კონკურსს რო უყურებან ტენდერს, ხედავ რომ ბევრი რამე არასწორად ხდება. 15 წუთში ჩაატარეს პირველი ოსკარები, 15 წუთში მივიდნენ, 15 წუთში დააჯილდოეს, წამოვიდნენ. მე მიხვდნენ რომ ცოტა უფრო პრესტიჟულობა არაწყენდა მომავალ წელს. კი და მე მივიდა იქამდე სადაც უკვე მივიდა და პლუს მარტო მსახიობები და რეჟისორები არა, ჩვენ ძალიან მაგარი პროფესიონალები გვყავს ტექნიკურ დარგშიც. ნომინაცია როგორც არის ყველა. კი, ჩვენი აი მაგალითად ქართული კომპანია პოსტრედი ხმის დიზაინზე რომელიც მუშაობს, ბევრი ქართული ფილმისთვის აკეთებს ხმის დიზაინს და წელიწადში დაახლოებით 10-15 პროექტს, ჰოლივუდურ პროექტს აკეთებს თბილისიდან. ეს ფილმები მე იმარჯვებენ, ოსკარსაც იღებენ, ოქროს გლობუსსაც იღებენ და ანუ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ აქედან. და ამათ ჭირდებათ აი ესეთი დაფასება ჭირდებათ